ხმის მიცემის პროცესი გრძელდება ჩხოროწყუში, ამ დროისთვის საჩივრები დაწერილი არ არის, ჯამში გახსნილია 16 უბანი. ამორჩევლები ხმას აძლევენ სრულად ელექტრონულად. მაკალაშხია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. დიახ, ლიზა, დავიწყე ბოლო მონაცემებით 3 საათის მონაცემებით 37.3% არის ჩხოროწყუში ამომრჩეველთა აქტივობა, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ამომრჩეველი 16 უბანზე აძლევს ხმას და ჩხოროწყუელებს 3 კანდიდატის გარშემო უწევთ არჩევანის გაკეთება. ქართული ოცნებიდან ჯუმბე რიზორია არის კანდიდატი, მალხაზ გახარია იყრის კენს გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის და ასევე მონაწილეობს დამოუკიდებელი კანდიდატი ოდიშარ ლაგვილავა და სწორედ ამ კანდიდატებს შორის უწევთ ამომრჩევლებს მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, რომელმაც თქვა, რომ მან არჩევანი ქვეყნის საკეთილდღეოდ გააკეთა. მისი თქმით, ის რომ დილიდან მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში და ასევე არ წყდება ამომრჩეველთა ნაკადი, მიუთითებს იმას, რომ ხალხს უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩემი არჩევანი იყო ჩვენი ქვეყნის ერთობის, მშვიდობის და წინსვლის არჩევანი და მე ზუსტად ის არჩევანი გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებია. რაც შეეხება მიმდინარეობას 7 გარემოებაში ყველა უბანში არის სიმშვიდე, რა თქმა უნდა აქტივობა არის მაღალი ჩვენთან და მინდა დავაფიქსირო, რომ არანაკლები აქტივობაა როგორც შარშან იყო. მივეცი ხმა მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, როცა ქვეყანაში არის მშვიდობა და ნორმალური სიტუაცია, მაშინ ეს საწინდარია, რომ განვითარდეს ქვეყანა და წინ წავიდეთ. არჩევანი გავაკეთე ჩემი, ხო და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 20,786 ამომრჩეველია რეგისტრირებული სულ ჩხოროწყუს რაიონში, საიდანაც 7,755-მა 3 საათის მონაცემებით უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. 16 ოლქი არის, 16 ოლქი არის ჩხოროწყუს რაიონში, საიდანაც ხმის მიცემის პროცედურა ყველა მათგანში სრულად ელექტრონული წესით მიმდინარეობს. მადლობა, მაკალაშხია ჩხოროწყუდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.